ვიყავი ძალიან წყნარი. ისე რომ მეზობლებს ჩემი ხმა არ გაუგიათ, ისე გავიზარდე. და მე რატომღაც ხო იცით როგორც ხდება ფილმიდან გამომდინარე, ნუ მადამაზე ალაპარაკი, მიხდით ალბათ. აი იქ უკვე რო დაიწყო ეს გადაღებები და რო დამამტკიცეს ამ ფილმზე, ყველას ეგონა რომ რაღაცას აშინელება და დედაჩემს ეუბნებოდნენ, ვაიმე ქალბატონო როგორ უძლებთ ამ ბავშვს და ამ დროს არა, აბსოლუტურად საპირისპირო ბავშვი ვიყავი, წყნარი და შვიდი. მეშინო და მსახიობობა რაღაცა, ნუ ეს ძალიან დიდი ის არის, უნდა კონდეს ყველაფერი ერთად ხო, ნიჭიც ესეც ისიც და მაინც ფიქრობდი და უკვე ბოლოს როდესაც ვამთავრებდი სკოლას ქალბატონა სესილიამ მითხრა რომ რა შვები ეხლა გოგო შენ სადაბარებ და მე ვთხარი რომ რა ვიცი მეთქი პედაგოგიურზე დედა სამედიცინო მამა სამედიცინოზე უნდა მე იმაზე ბავშვები მიყვარდა ძალიან და მე პედაგოგი და ასე მითხრა რუსულად უნდა ვთქვა ეხლა Ни в коем случае შენ უნდა ჩააბარო თეატრალურ ინსტიტუტშიო და ეთქობა მეც შიგნით მინდოდა ხო და ერთი ბიძგი მინდა და მოვედი სახში და ესე გახარებულო მეთქარი ქალბატონის სესილიამ ასე მითხრა მე. ნამდვილად გამართა იმიტომ რომ თეატრშიც ისეთ მსახიობებთან რომ მოვედი რამაზ ჭყიკვაძე, როსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა ქალებიდან, ზინა კვერეჭხილაძე, სალომე ყანჩელი და სულ ყველა ისეთი თაობა იყო და რაღაც არაჩვეულებრივი და იმაშიც გამიმართა რომ მოუხდი ასეთ სპექტაკლს, რასაც ერქვა კავკასიური ცარციცრე. ხო შეიძლება და არ ყოფილიყავი ამ იმ დროს აი რაღაცა დროებში კარგად გამიმართლა და მოვიარე მსოფლიო ამ სპექტაკლით. ხო, ისე რომ მე ამას ვერაფერს ვერ ნახავდი. როგორ ნახავ ამდენამეს, ხო, შეიძლება სადღაც ერთხელ წახვიდე ისა. მოვიარე მსოფლიო, საინტერესო გასტროლები იყო ძალიან დიდი წარმატება. ნუ იცით ეს ცნობილი კავკასიური ცარციცრე წარმატება იყო. ასე აჩემებულად რომ აი მე ის როლი მინდა ვითარ რატო ვიოცრებო ხათ ყველა ჩვენ ხო რეჟისორზე ვართ დამოკიდებული ის ან დარაკავებს ან არა ან გადაგიღებს ან დაგინახავს ეხლა მე წავიდე იმაში ოცრებებში რომ ვაიმე ეხლა ეს როლი უნდა მეთამაშა და ვაიმე ის როლი არა მე კმაყოფილი ვარ იმის რომ რასაც მომცემენ ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ ეხლა როგორ გამომდის არ ვიცი მაგრამ ვცდილობ რომ გავაკეთო ისე როგორც უნდა რეჟისორს და რეჟისორს აქვს დათქვამი ჩემ პედაგოგს იცოდე რომ ყოველთვის შენთვის ყველაზე კარგი უნდა რეჟისორს აი რასაც გეტყვის რეჟისორი ყოველთვის გაითვალისწინე იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვინც დგავს სპექტაკლს ამ ფილმს ვინც იღებს ყველაზე კარგი იმას უნდა შენთვის და ეს უნდა გაითვალისწინო კომედიური ჟანრის იქნებოდა რა ერქვა არ ვიცი რა ერქვა მაგრამ კომედიური ჟანრის იქნებოდა ჩავიხედავ ხოლმე ხა და გამახსენდება რამ ასაკი არ ვიცი ჩემი იმიტომ რომ იმდენი მალე დამავიწყდა დაურეკე ჩემ კლასელს მე ვთხარი რამდენი წლის აღარ მეთქი და დედა ნანული რა მოგივიდა ტოლები არა მართო ხო და აღარ მახსოვს მე ვთხარი ხო და იმდენი მალე და ეს ასაკი როდის მოვიდა სად გაფრინდა ეს წლები აი მართლა რომ ამბობდნენ ხოლმე ადრე აი წლები მიფრინავს და რაღაცა ნუ კარგია ახალგაზრდობა კარგია მაინც ეხლა რაღაცაზე რომ ამეშლება ნერვები და აბა ეხლა ნანული მოუხმე იუმორს აიყვანე თავი ხელში და ისა რა ქვია და აბა შენიც ეხლა და აი აბა ხშირად ძალიან ხშირად ვესაუბრები ჩემთან უარყოფითი მაქვს ხოლმე რომ უცებ ვიცი აფეთქება უცებ აფეთქები მაგრამ მე რომ რაღაცა ჩავიდო გულში და აი რომ რაღაცა დიდხანს გამყვეს ეს არა ძალიან მალე გამივლის ხოლმე კი გამივლის მალე ხო და რა შეეხება
რა ვიცი, დადებითია თუ არ ყოფითი, არ ვიცი, მოკლედ რაც თავარია, ბოღმა არა ვარ. აი ძალიან ვცდილობ, რომ ვიყო როგორმე ჯანმრთელად ვიყო, რომ არ შევაწუხო არავინ. ჩემი ყოფით, ჩემი იმით რა ვიცი, ვცდილობ, რომ ვიყო ჯანმრთელად. მინდა ყოველ შემთხვევაში, რომ ასე იყოს. როდესაც გამოვიდა კინო რუსთაველში ფილმი მანანა, ეს მართლა არასდროს დამავიწყდება. ესე იგი, სახანძრო რაზმი გამოიძახეს, ისეთი ამბავი იყო. მაშინ ფილმები ეხლა იმაში რო აი უყურებ ინტერნეტში, მაშინ ასე არ იყო. პრემიერა გამოდიოდა რუსთაველში და იქ ძალიან დიდი ამბავი იყო და რომ დამესიეს ხალხი, ხა მე პატარა ვიყავი და ამიყვანეს ესე ხელში და ეს არასდროს არ დამავიწყდა. ეხლაც ბავშვი მგონია ჩემი თავი. კიბეებზე რომ ამოვდივარ, მაღლა ვცხოვრობ, თან მაღალწერია ის სახლია, ჩხაჩხარა რომ მოვდივარ ხოლმე მგონია რომ ისე პატარა შუაში გაჩერების ადმირ ვიყან, ჩაიხედე პასპორტი რამდენი წლის ახალ, რატომ და მიჩეული როა რაღაცა აი ბავშვობიდან ასე გავდივარ ხოლმე. ბევრი რჩევები მიმიღია და ყოველთვის გამითვალისწინებია. ყოველთვის გამითვალისწინებია თუ პედაგოგისგან, თუ მეგობრისგან, თუ მშობლები თავისთავად ეხლა და კი როგორ არა, ძალიან ბევრი რჩევა ყოფილა და სხვათა შორის გამითვალისწინებია და გამომადგა ის ცხოვრებაში. კარგია ის, რომ შრომა აუცილებელია, ისე არაფერი არ გამოვა, ბევრი შრომა უნდა, სხვათა შორის მე ნანობ რაც ავიცდინე და სადაც ვიზარმაცე, იმას ნანობ და ამიტომ ყველას ურჩევ, რომ თავდაჯერებულები იყვნენ, თავდაჯერებულები.